კადრებია, რომელიც კომპეტენტური კადრებია, რომელსაც მე ვინ არჩუნებ და თქვენ ამ კადრებს დაანებეთ თავი. და რატო? თქვენ ხართ ის კაცი, რომელმაც გამოიყენეთ ქალბატონ ბოკუჩავასთან ერთად და ეს საჯაროდ არ გამოსულა და იმდენს ლაპარაკობთ, რომ აიძულეთ ეს თქვა. გამოიყენეთ თქვენი ყოფილი კავშირები და სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ კომპეტენტურ კადრს მიეცით, იყავით რა ოპოზიციაში უკანონო ბრძანება, მან ხათრი ვერ გაგიტეხათ და თქვენ და ქალბატონ ბოკუჩავას მოგცათ უკანონო პასპორტები. აი ამის მერე მე მომიწია ამ კომპეტენტური კადრის გათავისუფლება. კაცი რომელმაც ეს გააკეთა, ნუ მელაპარაკება სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე. შეწყვიტეთ უკანონო დავალებების მიცემა იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური კადრებისათვის, რადგან მე ამ კადრებზე დღეს ვაგებ პასუხს, რაც წინა ხელისუფლებას არ გაუკეთებია. მე მივიღე მემკვიდრეობად ეს კადრები, მე მათ პატივს ვცემ და დავიცავ ბოლომდე. შორს ხელები ამ კადრებისგან მიიძლევით უკანონო ბრძანებას. შეიძლება რა, ცოტა შეარჩიეთ თქვენი საუბრის ტონი რა. თქვენ ხართ ის კაცი, ვინც იძლევა უკანონო საუბარსაც. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. უკანონო თქვენ არ მომეცით დიპლომატიური პასპორტი და მართლა არ მიდოდა. საქართველოში ყველა ვიცის, რომ პასპორტის აღება შეიძლება 15 წუთში და მე გიორგი ვაშაძეს პასპორტის აღება არ შემიძლია თურმე ამ ქვეყანაში. შუამდგომლობა გავწიე მე პარლამენტიდან. დიახ, დავრეკე და პასპორტი მე ერთ-ერთი რამეს გამოდაგიბრუნებ, იმ ადამიანებს პრობლემა არ შექმნოდათ და უნემუსოდ ნუ იქცევით მართლა რა და პირდაპირ გეტყვით ერთ რაღაცას რა, ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვით, რომ ის ხალხი ვინც მუშაობს მიხარია და ესაც აგზელებს მუშაობს, რომ შეიძლება აქ არ არის, აქ არ არის, არა, თუ არ არის, მაშინ უნდა უთხრათ იმას.